გამარჯობა. ძალიან მინდოდა შევხებოდი და აღმეწერა ის სურათი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში, ასე ვთქვათ, დაიხატა თუ განვითარდა თუ წარგვიდგა თვალწინ და რომელიც ძალიან ნათლად საუკეთესოდ ასახავს და აღწერს რეალურ საქართველოს შიდაც და გარეპოლიტიკურ მდგომარეობასაც და გულისხმობ მაღაროელების პროტესტს. მაღაროელების პროტესტი აგერ უკვე ბოლო რამდენიმე წელი მიმდინარეობს და ყველაფერს მოიცავს. მოიცავს არა მარტო მაღაროელებს, არამედ თქვათ ჭიათურის მოსახლეობის პროტესტს, რომ მოკლედ სოფლები ინგრევა, სახლები ინგრევა და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ საერთოდ წლები, ანუ თვითონ მაღაროელები რა თქმა უნდა, პირობების გაუმჯობესება და ყველანაირ 1000 ძალიან ძიმე პრობლემებზეა საუბარი, რომელიც მაღაროელებს აწუხებს, რა თქმა უნდა და წლების მანძილზე მოკლედ ეს პროტესტი მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმით და მაღაროელები, ასე ვთქვათ, მიმართავენ მთავრობას. ისინი თბილისში ჩამოვიდნენ, ეს ბოლო რაც იყო, არაერთხელ, რა თქმა უნდა, თბილისში ჩამოვიდნენ, მოკლედ აქაც პროტესტით გამაგრდნენ, ასე ვთქვათ, რუსთაველზე და ბოლოს ძალიან იმედგაცრუებული წავიდნენ და ხდება ასეთი რა. ეს ინტერნეტში არის და შეგიძლიათ ნახოთ. მთელი ეს რამდენიმე წლიანი, არ ვიცი, დავარქვათ ეპოპეა, ამას ცინიზმით აბსოლუტურად ხარ, რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია, იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე მაღაროელების ტრაგედია, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს ასახავს. და არის ასეთი სცენა. მაღაროელებთან მოდის, ეს არ ჭიათურაში ხდება, საერთოდ არ ვიცი. კომპანიის, არ ვიცი, ეს ერთ-ერთი კომპანია არის, რომელიც ოპერირებს ჭიათურაში თუ ერთადერთი, მაგრამ მოდის მფლობელი რუსი. რუსულად ესაუბრება მაღაროელებს და ძალიან მოკლედ რო ვისაუბროთ რა პირობები, რის პირობები, რა გინდათ გიხსნით, რა სისულელებს ლაპარაკობ, რა ვერ გაგაგები, კარგი ხო რა, რაღაცას ბოდა, რა გინდოდა რომ მოსულიყავ ხე შენ იქ. ეს იყო როგორი ტიპიური, არ ვიცი, აი რისი სურათი კომუნიზმამდე საქართველოში მეფის წარმომადგენლები რო ჩამოდიოდნენ და პირდაპირ გლეხებს და რაღაცა პროლეტარიატს იმ დროინდელს როგორ უყენებდნენ პირდაპირ რაღაც პირობებს დავალებებს ისე რომ არც არავინ ეკითხებოდა რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა მაშინ არ წყავდა ზოგადად საქართველოს მთავრობა არ ყავდა 18 წლამდე 19 წლამდე საერთოდ პირდაპირ რუსული მეფის ნაცვალი იყო იქ ვიღაცები გუბერნატორები და ჩამოდიან არავინ არაფერს ეკითხებოდა რასაც უნდა იმას აკეთებდნენ რაც ჭირდებოდათ ის მოყავდათ საქართველოში და ასე შემდეგ ეს იყო როგორი აი ნიშანდობლივად და როგორც იქნა მე ვიტყოდი როგორც იქნა ამას ნიშნის მოგებით კი არა ვინმეც ნიშნის მოგებით რომ მაღაროელებს რომ აბარაგეგონათ როგორც იქნა ეს ხალხიც მიყვა მაღაროელები რაც თავარია ვისთან აქვს საქმე რომ ეს წლების მანძილზე მთავრობასთან რომ დადიოდნენ და აქედან საერთოდ ყური მთავრობიდან არავის შეუბერტყია რა თქმა უნდა რა უნდა ეთქვა როცა მთელი მაგ ბიზნესის ბატონი აღვნიშნა რომ არის რუსული კომპანია რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს შენ 20 მოკვდები დღეს 5 გაჩდები თავისი ბრუნო აქვს ამდენი უნდა გავიდა შენ ქართველი ვარ გინდა წადი ბიძია საერთოდ მიმიშავე ინდოელს მოიყვანს უფრო იაფად ჩინელს თუ არა არ ვიცი სირიელს ვიღაცა ეს არის რეალობა როგორ გითხრათ როგორ გამიხარდა თქო ეს დავინახე მაგრამ რა კარგია რომ თქვენი თვალით შეგიძლიათ დაინახოთ ეხლა ან ვიღაცის ნაძირავა მასხარაშვილების და ვიღაც ლევან ღამბაშვიძეების ან ვიღაცა კიდე ჩვენაირი ნაძირლების პირით მოყოლილი კი არა რაღაცებს რო ვიგონებ და კაი კაცო რა კარგია რომ ეს სურათი თქვენით დაინახეთ მაღაროელებმაც დანარჩენმა ქართველებმაც
მაღაროელებსაც გამოუვალობიდან გაჭირვებიდან ხვავთ მიცემული ხმა აგერ ამ თავრობაზე იქნებ ეხლა მაინც მიხვდეთ რა კავშირი არის ამ თავრობასთან სიარულს რატო არა აქვს აზრი იმიტომ რომ ჩემო კარგებო და არა მარტო მაღაროელი საქართველოს უმეტესი მსხვილი ბიზნესი სწორედ რუსებისაა ან ჩინელების აგერ უკვე პორტი გახდება და ჩინელები როგორ ოპერირებენ ისინი ეს რუსი მოვიდა და ამათ რაღაცები მაინც უთხრით ხო არაფერი ჩინელები არც მოდიან საერთოდ არ აინტერესებს ესე ოპერირებენ რავი ყველა ქვეყანაში სადაც არიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად აფრიკული ქვეყნებია თუმცა ევროპული ქვეყნებიც არის და ძალიან მოხერხებულად ყველანაირი რაღაცა წინააღმდეგობის აზრიც არ არსებობს იქ სწორედ აი ასევე იყენებენ აი მათ ამ მრავალმილიარდიან პროექტებს ზუსტად იმ პოლიტიკური იარაღად როგორც რუსები იყენებენ ყველაფერს რაღაც საქართველოს პრობლემა საქართველოს თავის პოლიტიკური იარაღად და ხმას ვერ იღებთ ვერავინ ქართველები საქართველოს მოსახლეობა ჩვენ ვევიღებთ ხმას ვინმე რამე შეხვდა იმ რუს ოლიგარქს იქნებ შეხვდა ესე ოპერირებენ ზუსტად ჩინელები წამოდებული ყავთ ყველა ის ქვეყანა იღლის ქვეშ რომელშიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტით არიან შეცვლილები რა კარგია რომ ეს სურათი დაიხატა როგორც იქნებ დაინახოთ რაზე არის საპარ და რატო ვიყეფებით ეს დეგენერატები და როგორ არ ვაფასებთ რომ ესეთი კაი ბიჭი ჩვენი ახლობელი არაა იქ ახლა მერიაში რომ იქნებ მიხვდეთ რომ მაგაზე ავსაუბრობთ რა ამ კაი ბიჭებს ვაფასებთ მერიაშიც მაგის ცოტა იქეთ არის საუბარი ცოტა სხვა რამეზეა საუბარი ანუ იმაზე კი არ ვსაუბრობ ნონა გაფრინდაშვილი გვირჩევნია თუ ლაშა ბუღაძემ რომელმაც ცოტა უკმეხად აღწერა ნონა გაფრინდაშვილის პრო თავრობის თუ რა დავარქვა ქართული ოცნების ასე თქვა რაღაც მარტივ ხარდამჭერი ფრაზე მაგაში კი არ არის საქმე მე თვითონაც ნონა გაფრინდაშვილი პიროვნულად ბევრად უფრო მომწონს ვიდრე ლაშა ბუღაძე რა ძალიან მაგიზიანა ლაშა ბუღაძე მეც ნონა გაფრინდაშვილი ბევრად ნიჭიერი ადამიანია მაგრამ აქ ეხა მაგაზე კი არა საქმე იმან თქვა ამან უპასუხაზე არა საქმე იმაშია ზოგადად რა იყოს სიგნალი თქვა თან ერთის ნათქვამის ან მეორეს ან ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ კი არა ლაშებულად ის რომ საქართველოს რა მდგომარეობაშია და საქართველოს რა კურსია საერთოდ და საქართველოს რა ზოგადად მაგაზია საუბარი იმის მიღმა რომ გავიხედოთ რომ თქვა ლაშა ბუღაძე არის უძდელია და საშინელი ტიპია თემას რომ შევხედოთ საუბარი მაგაზია რომ ხარც რას უჭერთ და რა გვინდა თორე კიდევ ერთხელ გეტყვით ნონა გაფრინდაშვილი გენიალური ადამიანია ჭადრაკში რა თქმა უნდა უბრალოდ შეიძლება იმით ვერ ხდებოს იმიტომ რომ არის ესეთი შემთხვევები ეგრეთ პერელმანი არის გენიოსი ადამიანი მათემატიკოსი რომელმაც პუანკარეს თეორია ამოხსნა და დაამტკიცა ამ ადამიანს სამწუხაროდ ამავე დროს რაღაც ფორმა აქვს ერთ-ერთი არც ეს აუტიზმის ფორმა თუ რა მუშაობა ამაზე საუბარი და ამ ადამიანს მათემატიკის მეტი ცხოვრებაში არაფერი ისმის სამწუხაროდ ისიც კი რას იცხოვს საერთოდ არ აინტერესებს არც პოლიტიკა საერთოდ არაფერი ის ასოციალური არის პერელმანი თუ სამწუხაროდ რა თქმა უნდა თუმცა მათემატიკაში არის აბსოლუტური გენიოსი პუანკარეს თეორია ასე რომ ის რომ ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის გენიოსია და რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი ადამიანი სულაც არ ნიშნავს მას შეიძლება საერთოდ არანაირი ხედვა არ ჰქონდეს პოლიტიკური და შეცდომაში იყოს შეყვანილი ისევე როგორც ბევრი სხვა გულწრფელი და კარგი ადამიანი ამ ჩვენი თავრობის მიერ ისეთი რაღაც კამფეტებით როგორც აი ნახე რა კაი ადამიანი გვიზის მერიაში პირობითად ნახე რა კაი ფანტანი გავაკეთეთ ნახე რა კაი ფეხბურთელი ნახე ჩვენმა ფეხბურთელებმა მოიგეს რა კაი რა ესეთი რაღაცები ბევრი არის ესეთი გულწრფელი ადამიანი შეცდომაში შესული იმიტომ რომ ფეხბურთიც ძალიან კაია მაგრამ ფეხბურთის გუნდი ირანსაც ყავს და ავღანეთს ყავს და ზოგი მსოფლიო მაგრამ ეს არ არის ქვეყნის განვითარების ინდიკატორი ქვეყნის განვითარების ინდიკატორი რა თქმა უნდა არის
სამართლებრივი მხარე არის, ანუ სასამართლო ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესის წარმოების და დემოკრატიული ინსტიტუციები, რომელიც ხეოს უწყობს თავისუფალ გამიტარებას ბიზნესის, განათლების, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების და ასე შემდეგ, რომ სადაც სამართალდამცავი ორგანოები ოლიგარქის პირადი გვარდია კი არა, სამართალდამცავი ორგანოები არის სამართლის დამცავი ორგანოები და ასე შემდეგ. რა უყოთ, რომ შეიძლება მონოგაფრინდაშვილიც ვერ ხედავთ, იმიტომ კი არა, ცუდიადენი არის. ამასაც თავი დავანებოთ. ან რატომ უნდა დავანებოთ თავი, ანუ ზოგადად და მე თქვა რაზე არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, კიდევ ერთი ესეთი რაღაც მაგალითი ისტორიიდან 1905 წელს სხვათა შორის რუსეთში შედგა პირველი რუსული რევოლუცია, პირობითად რუსულ ბურჟუაზიის რევოლუციასაც ეძახიან ხოლმე. ეს იყო პირველი რუსული საინტერესო რით არის შელეშორს აგვიყვანოთ, საინტერესო იმათ არის, რომ იმ პერიოდში რაღაცა შანსები იყო, თუმცა ნაკლებად, იმიტომ რომ ლენინი იქაც გარეული იყო და ტროცკიც იქ და გიორგი პლეხანოვი თავისი რაღაცებით ძალიან იყვნენ ამ ამბებში გარეულები, მაგრამ რაღაცა ნაბიჯები იყო თქვა დემოკრატიისკენ. იძულებით ნიკოლოზ მეორის მიძულებით ნაბიჯები იყო ეს მაინც ის არის ილუზია. იქ რაღაცა პარლამენტის შეიქმნა რაღაც და ასე შემდეგ. და 1905 წელს ანუ ეს ძალიან სოციალ-დემოკრატიული და არა მარტო ლიბერალებიც იყვნენ. მოკლედ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ შეტევაზე რო იყვნენ, მეფის ან ნიკოლოზ მეორის აპარატში იყო ერთი ესეთი ადამიანი და მოკლედ ახალგაზრდა ძალიან აყოლილი იყო ამ მოძრაობას ეს რევოლუციონერიზმი ძალიან პოპულარული იყო მაშინ, იმიტომ რომ სოციალ-დემოკრატიული იდეები მაშინ როგორც სოციალ-დემოკრატია ესე ცალკე საინტერესოდათ ჟღერდა და ჯერ კაცობრიობას არ ჰქონდა გამოცდილება იმისა თუ რაში გადაიზრდება, ანუ ლევ ტროცკი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული იმ პიროვნებად, რაც მან ჩაიდინა. და ამიტომ ეს პოპულარული იყო და ნიკოლოზ მეორის აპარატში უგაჩვენებთ რა ვქნა თუ ამას რა დაუჭირო, ერთი ადამიანი იყო ზუბატოვი. მოდი ასე ვთქვათ, პროპაგანდისტი. პირობითად. ზუბატოვმა მოიფიქრა ისი რა, იქვეო, სადაც ესენი ოპერირებენ ქარხნებში და ასეთ პროლეტარულ ჯგუფებში რა, პირდაპირ ქარხნებში მიდიოდნენ და იქ ეწეოდნენ აგიტაციას და ესე ჯგუფი. ჩვენცო იქ შევქნათო, ასევეო, იგივე პროლეტარული ჯგუფები, ოღონდ ჩვენი. ანუ ფსევდო პროლეტარული და ოღონდ ჩვენ პროპაგანდას გავატარებთ, რა თქმა უნდა. ანუ ამას რა თქმა უნდა დაერქმევა, რომ იგივე სოციალიზმისთვის ბრძოლაა და იგივე პროლეტარებისთვის, უფლებებისთვის ბრძოლაა. ეს ჩვენი ტიპი იქნებაო. ყავდათ კიდევ ვითომ ერთი მღვდელი, გაპონი, რომელიც ასევე ამათ ტიპი. ანუ ამ აგენტები ფაქტობრივად. ზუსტად არაფერი ეს ტექნოლოგია მოქმედებს დღესაც აქტიურად რუსეთში და საქართველოში ესეთი ზუბატოვები ყავს ყველგან. რაც ყველა სამწუხაროა ესეთი ზუბატოვებით არის სავსე ეკლესია და ამაზე მე ცალკე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამაზე მithქმა და გინება ეკლესიაში სულს როგორ შენ ხარ და არაქრისტიანი დამალი. ამიტომ ამაზე მე ცალკე ვისაუბროთ ზოგადად რაში არის საქმე და ვინ როგორ ზოგი უხეში ფორმით და ზოგი არაუხეში, მაგრამ რისი თქმა უნდა, იმით როცა რაღაცა ეკლესიას ეხება, ზოგი სწორად ვერ გამოთქვას თავი აზრს და ვერ აყალიბებს, მაგრამ ამიტომ ვეცდებ მე ცალკე ამას ჩამოვაყალიბო. აი სწორედ ესეთი ზუბატოვშინა, როგორც თვითონ რუსები ეძახიან, არის აქ ჩვენ დროშას ლახავენ, ჩვენი საქართველო, ჩვენ ამას ვიცავთ, ერეკლე დავიცათ, ერეკლე მეფეს ზუსტად ერეკლე დავიცვათ, ჩვენი ტრადიციები დავიცვათ, ევროპა ბოდიში და გვაპიდარასთეს. აი ზუსტად ეს ზუბატოვშინა არის, რასაც დაარქვეს, რომ ქართულ ტრადიციებს და ქართულ ინტერესებს იცავენ და რა თქმა უნდა ამის მიღება მიდის სწორედ ის ამ ფარდის ქართული ოცნების ზუბატოვშინის ფარდის მიღება მიდის ზუსტად ის, რასაც თქვენ უყურეთ აი ჭიათურ მაღაროელებს, როგორ ხდება მათი ბატონი პირდაპირ მნიშვნელობით ბატონიც და პატრონიც ეს რუსი ოლიგარქი. აი ზუსტად ეს არის საქართველოს მდგომარეობა, შიდა პოლიტიკურიც, გარე პოლიტიკურიც. იმის წინ გნებავთ კობახიძის რაღაც ჩვენ ხუჯვიან დროშებს ვიცავთ. აი
რა კარგი სურათი დაიხატა. ვისაც არ გინახავთ ეს ვიდეო ნახეთ, დარწმუნებული ვარ სადღაცა ინტერნეტში არის რუსი ოლიგარქი თუ ბიზნესმენი ხდება ჭიათურა ნაღაროvić. დიდი მადლობა დაახლოებით ეს იყო რაზეც მინდოდა მესაუბრა. მადლობა დროებით.